გერმანიის ელჩის ამ კონკრეტულ განცხადებასაც რომ არ უპასუხოთ, უბრალოდ შეურაცხყოფელია ქართული ხალხის მიმართ ის დამოკიდებულება, რომ ზურაბ ადეიშვილი, რომელიც იმგვარი რეჟიმის წარმომადგენელი არის, როგორიც მაგალითად მთელი სოფლიოსთვის და გერმანიისთვის ფაშიზმი იყო, თავის სამყოფელს პოვებს გერმანიაში და გერმანიის სახელმწიფო არ ითვალისწინებს ქართული ხალხის მოთხოვნას, ქართულ სამართალს და იმ ელემენტარულ პარტნიორულ ურთიერთობას, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი უმძიმესი დამნაშავეები არ გადაადგილდებოდნენ თავისუფლად გერმანიაში. ამიტომ, როდესაც ადამიანის უფლებების დამრღვევებზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ გერმანია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზურაბ ადეიშვილის თავშესაფრის ქვეყანა გახდა და ეს არის ადამიანი, რომელიც ადამიანის უფლებათა უმძიმეს დანაშაულებში არის ბრალდებული. ელინე ხოშტარიას მორალურ სახეზე ალბათ ზედმეტი კომენტარის გაკეთება არ გვინდა. ის არც უარყოფს, რომ რუსეთიდან ფინანსდება და ასევე რუსეთი არ წყვეტს ელინე ხოშტარიას დაფინანსებას. რაც კარგად მიგვანიშნებს, რომ მშვენიერი ჰარმონია აქვთ და რისთვის უხდიან ელინე ხოშტარიას განსაკუთრებით გასულ თვეს გაზრდილ ჰონორარს, ეს ნამდვილად არის კითხვა. რაც თავარია და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავად ელინე ხოშტარიას მიმდევრებმა სწორად გაიაზრონ და გაათვითცნობიერონ, რომ რუსეთიდან დაფინანსებული და რუსულ ფულზე მჯდომი ელინე ხოშტარია, სხვას რომ რუსეთუმეს ეძახის, მინიმუმ ტყუილი არის და არ მგონია, რომ ვინმეს ქონდეს სურვილი მატყუარ ადამიანს გაყვეს თუნდაც იმ უღირს ბრძოლაში, რომელსაც ელინე ხოშტარია აწარმოებს. ძალზედ იმედგამაცრუებელი სურათია საფრანგეთის ელჩი ნაც აქტივისტების ფონზე და უფრო მეტიც მათი დამფინანსებლის სახით რო გვევლინება საფრანგეთის საელჩო ალბათ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრზე უნდა დაფიქრდნენ. ნაციონალური მოძრაობა არის დანაშაულებრივი რეჟიმი და მის აქტივისტებს, რომ რაღაც მოგონილი, შეთხზული თემატიკის შესასრულებლად აფინანსებს საელჩო, ვფიქრობ, რომ უდიდესი შეურაცხყოფა არის ქართული ხალხის და ასევე ვფიქრობ, რომ როგორც საფრანგეთის სახელმწიფოს წარმომადგენელს, რომელიც ახლა საქართველოშია და მას მინიმუმ ვალდებულება აქვს, რომ ქართულ ხალხს პატივისცეს, ამგვარი ქმედებებით ის ყველაზე დიდ უპატივცემლობას გამოხატავს როგორც ქართული ხალხის, ასევე ქართული სახელმწიფოს წინაშე. რა შეძლო რო ოპოზიციამ, ახლა რო რამე შეძლოს, რა თქმა უნდა, ვერც გაერთიანება შეძლებენ, ვერც არჩევნებში რაიმე ხელშესახების შედეგის მიღებას, ვერც იმ მავნებლური ბრძოლის მოგებას ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც აწარმოებენ, რა თქმა უნდა, მკითხვაზე პასუხი არის, რომ ვერ შეძლებენ. თუმცა ეს ვერ შეძლებენ, სამწუხაროდ წარიმართება მათი საკმაოდ აგრესიული კამპანიის ფონზე და რაც კიდევ უფრო მეტი სამწუხარო არის, გარედან წამოსული მნიშვნელოვანი დახმარების ფონზე, რაც რეალურად ასულდგმულებს ჩვენს ოპოზიციას და ოდნავ მაინც აძლევს რაღაც შანსს, რომ იფართხალონ პოლიტიკურ ზედაპირზე. ფაქტია, რომ თავადაც ამბობენ, სანქციები ეს არის დასჯის მეთოდი და გარკვეულწილად ზემოქმედების მექანიზმი. რისთვის შეიძლება საქართველოს და ქართული ხალხი ისჯებოდეს, თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ ხმამაღლა. საქართველოს, რომელიც არის ერთ-ერთი სამაგალითო კანდიდატი ქვეყნის სიაში, თავისი ვალდებულებების შესრულების მხრივ, საქართველოს, რომელიც აწარმოებს მშვიდობიან პოლიტიკას და არ უქმნის ომის რისკით
რაღაც გარკვეულ დისკომფორტს ჩვენს პარტნიორ ევროკავშირს, საქართველოს, რომელიც არის ეკონომიკური ზრდით სამაგალითო, ასევე ევროკავშირის პირობებში ნომერ პირველი ქვეყანა არის ევროკავშირის ზრდის ტემპით და საქართველოს და ქართული ოცნება ხელისუფლება, რომელმაც 2012 წელს დაასრულა დანაშაულებრივი რეჟიმი და დაასრულა წერტილი დაუსვა ადამიანის უფლებების შელახვას, ხო? ამ მომენტიდან მოყოლებული ჩვენ ვიცავთ ყველა იმ ძირითად უფლებას, რომელიც ადამიანს გააჩნია და პირიქით აღნიშნული ჩვენი პრიორიტეტი არის. ამის ფონზე, როდესაც სხვა ქვეყნები ასანქცირებენ საქართველოს სხვადასხვა საჯარო მოხელეს, პოლიციელებს ადამიანის უფლებების დარღვევაში, მაშინ როდესაც ამ ქვეყნების უმრავლესობაში ნომერ პირველი ადამიანის უფლებების დამრღვევები, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებიან და მათთვის მიხეილ სააკაშვილი არის რაღაცა ლეგენდა, წარმოუდგენელი არის, რომ რეალურად სანქცია მიემართებოდეს სწორედ ამ მიზნობრიობას. სანქციები რეალურად მიემართება ქართულ ხალხს იმიტომ, რომ ქართულმა ხალხმა არ დააბრუნა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში. როგორ ფიქრობთ, რომელიც გვარა ამ ბურგეტს ევროპაში რომ თემატიკა ეს არის იდეალურად მართლში, იქნება საქართველოს დინამიკის ზიარების გამიტენებულია, მეორე ხალხის რეაქცია, ხო როგორი იქნება ამ სიკეთით ყველა სარგებლობს საქართველოში. უვიზო მიმოსვლა ნამდვილად არის კომფორტი. ეს კომფორტი ქართულმა ოცნებამ შეუქმნა ჩვენს ხალხს, როდესაც ჩვენივე შესრულებული ვალდებულებების ფონზე ევროკავშირმა მოგვცა უვიზო მიმოსვლა და ჩვენ ეს დავიმსახუროთ, არავის ეს ტყუილა არ მოუწია. თუმცა კომფორტი, როდესაც წინააღმდეგობაში და დაპირისპირებაში მოვა პატრიოტიზმთან, მეჭვით არ მეპარება, რომ ქართული ხალხი აირჩევს პატრიოტიზმს, იმიტომ რომ ისტორიულადაც ქართული ხალხი ყოველთვის რჩებოდა და მომავალშიც დარჩება ამ ქვეყნის ერთგულ პატრიოტად. სალომე ზურაბიშვილი რომ ოპოზიციისთვის თავსმოხვეული ლიდერი იყო, ამაზე ჩვენ საუბრობდით და ეს ძალიან თვალნათელი იყო. ამიტომ ამის დადასტურება არავისგან არ ჭირდება საზოგადოებას. თუმცა ერთი რაზეც უნდა დავფიქრდეთ, არის ის, რომ იმდენად შეურაცხყოფილი არის ოპოზიცია თავად თავისი პატრონების მხრიდან, რომ ისინი სალომე ზურაბიშვილსაც იმსახურებენ ლიდერად, მიშა სააკაშვილსაც, გახარიასაც გუნდის წევრად და ყველა იმ უღირს ლიდერს თუ ადამიანს, რომელიც ამშვენებს ოპოზიციის რიგებს. აბა პოლონეთის მხრიდან დასანქცირება, ასევე გაგრძელება არის იმ უსამართლო სანქციების და დასჯის მეთოდების, რომელიც საქართველოს მიმართ ხორციელდება მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა ხალხმა ხელისუფლებაში არ მოაბრუნა ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ ასევე გაგვახსენდება პოლონელი პოლიტიკოსების სიმპათიები მიშა სააკაშვილის ნაციონალების მიმართ, თუმცა აქ ერთია, არც პოლონელებს, არც ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელ პოლიტიკოს პირადად სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა კი არ უყვართ, არამედ უყვართ მათი გავლენა საქართველოში, რომელსაც ისინი მარტივად და ადვილად აღწევდნენ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს რა შედეგებს აღწევდა საქართველოს და როგორ იყო საომარი პოლიგონი ამ ასე ვთქვათ უმძიმესი დღეების გადატანით, ესეც ადვილი გასახსენებელი არის. ამიტომ შეიძლება პირდაპირ კავშირი დავინახოთ აღნიშნულ სანქციებს მათი მხრიდან დალობირებულ პოლიტიკურ მავნებლებს და ამ მავნებლების მხრიდან ანტიქართული პოლიტიკის გატარებას შორის. მისთვის ვიზა ლიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე სხვა საკითხები და გადამოსა შავყავყავად ვთქვა, რომ ეს ვიზა ლიბერალიზაცია რა არის, ხალხო რაღაცა ციური მანანი ხომ არ არისო.
ჩვენ არც პრევენციას ვცდილობთ ამ ყველაფრით და არც არაფერს შევეგუოთ. ჩვენ ვხედავთ ფაქტებს. ფაქტი არის ის, რომ ვიზა ლიბერალიზაცია გამოიყენება როგორც საქართველოს, ასევე შესაძლოა სხვა ქვეყნების მიმართ ზემოქმედების იარაღად და თუ ვინმე იარაღად იყენებს იმ კომფორტს, რომელიც ნამდვილად არის ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავის დაუმსახურებლად ჩვენთვის არ მოუწია, ჩვენ ეს დავიმსახურეთ იმ ყველა ვალდებულების შესრულებით და მათ შორის არ დაგვირღვევია არც ერთი წინააღმდეგ შემთხვევაში არაერთხელ დაისვა საკითხი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით და ის ვერ მოახერხეს, თუმცა თუ აღნიშნული კომფორტი ასე ვთქვათ, იქნება გამოყენებული ქართველ ხალხზე ზემოქმედების იარაღად, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არჩევს თავის ქვეყნის სიყვარულს და არ გაყიდის პატრიოტიზმს კომფორტზე. ხშირად ხდება მანიპულირება სიტყვა ახალგაზრდებით და ამ ახალგაზრდების დიდი ნაწილი იმ დამნაშავე ადამიანების შვილები არიან, ვინც ნაციონალური მოძრაობის შემოქმედნი იყვნენ, ხო? მე არ წინააღმდეგი ვარ, რომ შვილმა მშობლის გამო აგოს პასუხი, მაგრამ როდესაც გიორგი არველაძის შვილი ვინმეს მიადგება და შეურაცხყოფას მიაყენებს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მამამისმა მიიტაცა ტელეკომპანია იმედი და მისი ხელით ამ ქვეყანაში ჩაეხშო თავისუფალი სიტყვა. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ვინმესთვის მორალის წაკითხვა სურს, უნდა დაიწყოს საკუთარი ოჯახის წევრებიდან. გრანტების შესახებ განვზე ნახეთ კრიტიკა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ასევე კაია კალასი, ევროკომისარი მარტა კოსიც გამოიხსნა ურამსების განხილვის პროცესი, როდესაც იყო მაშინ არ ჰქონდათ თავიანთი პოზიცია დაფიქსირებული, თქვენ ჩუმად ამ შემთხვევაში ეხლა ეს კრიტიკა ერთგვარ გასასახელებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული პოლიტიკოსი, ოფიციალური პირი, რომელიც გვაკრიტიკებს გრანტების კანონში შეტანილი ცვლილებით, დარწმუნებული არის და ზუსტად იცის, რომ არც ერთი მიზნობრივი და კეთილსინდისიერი გრანტი არ დაიბლოკება და არ იქნება უარყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან. თუმცა თუ ისინი აპროტესტებენ იმას, რომ ჩვენი სუვერენიტეტის ფარგლებში ჩვენ გვინდა ვიცოდეთ და მათ შორის მთავრობა იყოს ინფორმირებული და იყოს ნებართვა გაცემული, თუ რა თანხები შემოდის ჩვენს ქვეყანაში და რა მიზნობრიობით უნდათ ქართულ ხალხზე ზემოქმედება, ეს თუ არის კრიტიკის და ამ რაღაცა ნეგატიური ტალღის საფუძველი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივი არის კითხვა. რა თქმა უნდა, ყველა ფული, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში, რაც არ უნდა მეგობარი ქვეყნის გრანტი იყოს, აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს მთავრობა ასე ვთქვათ, ინფორმირებული და მათ შორის უნდა ვიცოდეთ, რისთვის იხარჯება და რა საკითხებზე ზრუნავს, თუნდაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა ჩვენს ხალხთან მიმართებით. მადლობა.